მეგობრებო, თქვენ მე საბადა არ გავჩერდათ სამი და დღეს მეგობრებო, ჩვენ ისევ როგორც ტრადიციულად მივდივართ ჩვენს ფერმერობის სამუშაოზე. მაგიტომ მეგობრებო, ეგრევე ავიღოთ თოხი, ავიღოთ სტაფილო და კიდე ავიღოთ ხორბლის თესლები და კარტოფილი და წავიდეთ ჯერჯერობით მას გორასაკვირველია მე გავაკეთებ ჯერ ამ ფერმას. მე პრინციპში იმ ფერმას და ბოლოს დიდ ფერმას. მეგობრებო, შეხედეთ, რაღაც ვერ ხვდები. მეგობრებო, რაღაც ვერ გავიგე. რატომ так, стоп. აქ რაღაც შეწენიკია. შეწენიკო, გამარჯობა და ხომ არ მეტყვი და რატო არის ჭაობი თითქოს დაკეტილი და რა გავუკეთეთ ჭაობს? Так, თავარია არ მოხვიდე ამ ჭაობთან ახლოს. მე ვარ მცველი. რა მინდა გითხრა, ჩვენ სოფელში იყო შევშეული, რომ ამ ჭაობში ღამღამობით არის რაღაც შუქი. ხო, ვერც კი წარმოიდგინე, თითქოს რაღაც სანთელი ბად ანთია. რა მინდა გითხრა, გუშინ ღამე იყო შევჩნეული რაღაც შუქი. თან რაღაცა თითქოს რაღაც შესასვლელი. და პოლიციაც კი იყო გამოძახებული, მაგრამ ვერ ჩავიდა იმის გამო, რომ ჩვენი ჭაობი ჯერჯერობით იყო ნესტიანი. ჩვენ მოკეთ ავაშეთ თლიანი წყალი ამ ჭაობიდან და უნდა გამოვიძახოთ პოლიცია. მოკეთ პოლიცია ამ კვირას ყველაფერს გაიგებს ამ ჭაობის შესახებ, თუ რა შუქი არის მათ. რას ნიშნავს? სტოპ და გამოდის მან წყალი არ არის? Так, შეწენიკებო, რაღაც ვერ გავიგე თქვენი და შეიძლება მე რო გავიგე, თქვენ ხო იცით რომ მე მაინც მოთამაშე ვარ და მე პრინციპში ყველაფერს ნახავ, იქ რა შესასვლელებია, რა სანთელია. არა, არ შეიძლება. ეს შეიძლება იყოს ძალიან საშინელი, მაგიტომ უფრო კარგია სამა ძალიან გთხოვ. ისევ არ დაიწყო შენი რაღაცეები, რომ იქ ღამღამობით სადღაც წახვიდე. კაი, შეწენიკო, გავიგე. Так, მეგობრებო, თქვენ ესე გაიგეთ, რომ ვითომ რაღაც შუქი არის მან და ღმერთო ჩემო, ისევ მეგობრებო, შეწენიკები რაღაცას იგონებენ. აი მართლა მეგობრებო, სიტყვა ამისი არის უბრალოდ იგონებენ. და მე მთელ სოფელს ამისი სჯერა. ნეტავია ახლა მერი, თავად მერს სჯერა ამისი. ვერც კი ვიგებ, მეგობრო, ვერც კი ვიგებ, აი რამდენი რამ ხდება ჩემს სოფელში. რამდენი ვიდეო მეგობრო გადავიღე ჩემს სოფელში და ნახევარზე მეტი მათგანი იყო, რომ ჩემს სოფელს რაღაც თავგადასავალი ჰქონდა და სანამ მე არ გავერკვი ამ თავგადასავალში, შეწენიკები არც კი წყნარდებოდნენ. თქვენ მეგობრო შეგიძლიათ ნორმალურად ნახოთ ყველა ვიდეო და ასე ვთქვათ დარწმუნდეთ ამაში. ნუ კაი, მოით მეგობრებო, ახლა გავაკეთოთ ჩვენი სამუშაო. არ ვიცი, მეგობრებო, მე ვიცი რომ გითხრათ სიმართლე, ძალიან რაღაც დამაინტერესა, მაგრამ დამაინტერესა ამ ჭაობმა. არ ვიცი, მცველი კი მგონი უფრო კარგი იქნებოდა და ამ მცველმა გამოდის იცის, რომ მე ბევრჯერ ასე ვთქვათ ღამღამობით მივდიოდი რაღაც ადგილებზე, რომ გამერკვია. არ ვიცი, მეგობრებო, შესაძლებელია ახლა უფრო გვიან ღამე მომიწევს ამის გარკვევა. ისე მართლა მეგობრებო, ხომ არ წავიდეთ რა. ანუ მეგობრებო, მე ახლა მაგალითად არ მჯერა და შესაძლებელია ახლა მე დავუმტკიცებ შეწენიკებს, რომ მან არაფერი შესასვლელი არ არის და არაფერი პოლიციის გამოსაძახებელი არ სჭირს ასე თქვათ ამ ჭაობს. და ის რომ მან წყალი გააშეს, ეს ძალიან და ცუდია. Так, შეწენიკი პრინციპში აქ უკვე ამ ფერმებს აკეთებს. კაი, მაგიტომ პრინციპში გააკეთოს და მე კიდე პარალელურად ნახავ საიდან შეიძლება. Так, ოპა მეგობრებო, ასე გავიაროთ და შეხედეთ მეგობრებო, მართლა ყველგან გადაღობეს ასე შეხედეთ და აქ ქვედა სტოპ მეგობრებო, აქ ისე გასვლა რკინის კარი. სამა, რას შევიმანა, ანუ გადი აქედან. კაი, შეწენიკო, კაი. მეგობრებო, აქ გამოის გასვლა შეიძლება. Так, მეგობრებო, აი ამან უკვე დამაინტერესა. Так, ოკეი. რაღაც მაგრამ დამაინტერესა. მოიცით მეგობრებო, როგორ მოიქცეთ? ღამე, ზუსტად სადღაც ღამის 12 საათზე, მე ჩუმად, აი როგორც თაგვი ისე
გავირბენ მან ჭაობთან ყველაფერს გავაფუჭებ და ისე ჩუმად ჩავალ რომ ვერც კი ვერავინ ვერ გაიგებს თუ მე მანდ ვიყავი ხომ პრინციპში კაი გეგმა და მანამდე მეგობრებო მე ახლა ყველაფერს გავიმზადებ так მეგობრებო მოგეთ მე უკვე კამერა ჩავრთე რომ გაჩვენოთ რას ვიღებ ამ ჭაობში მე მეგობრებო მოგეთ ვიღებ ხმალს მაინც არ ვიცი შესაძლებელია მართლა ეს შეტანილები მართლები ასე თქვა არიან და ვინ იცის რა არის მათ განლაგებული შემდეგ კი რა რომ თუ რამე იქ ყველაფერი გავაფუჭო თუ იქ მაგალითად იქნება ყველაფერი კობლსტოუნში და ასე შემდეგ და თავად კიბეები იმისათვის რომ დავაყენო და ნელ-ნელა ფრთხილად ჩავიდე ამ ჭაობში так ოკეი მანამდე უკვე არის ღამის 11 საათი და მეგობრებო ნახოთ так მეგობრებო так დაცვა ჯერ კიდე არ გავიდა და მგონი მეგობრებო არც კი გავა ფრთხილად მოით მეგობრებო ხა ავუაროთ ჩემს სახლს თავია ძალიან ფრთხილად მაგიტომ მოით ახლა დავდგეთ შუქზე так ფრთხილად ასე იმედი არ დაგვინახოს ოღონდ რაც თავარია так და ოპა და თხოთ так საგაგი არ ყურება მოით მეგობრებო აქციის დადარიგით მე ახლა გავივლი так მოით დროზე მეგობრებო გავცეცეთ და ოპა так გონი მეგობრებო გონი არ დამინახა რა კარგია так სტოპ რა მეგობრებო ხედავთ სტოპ მარცა რაღაც სინათლეა ვერ გავიგე так სტოპ რა კარგია მეგობრებო ახლა ჩუმად ვილაპარაკო რომ არავინ არ დამინახოს так მიდი всё კიბეები ანუ ხო პრინციპში ხო მეუბნებოდა შეწინიკი რომ და თხეთ ხო მეუბნებოდა შეწინიკი რომ აქ პოლიციაც იყო ჩამოსული так მოით მეგობრებო так თხეთ და ოპა მართლა მეგობრებო რაღაც სინათლე და კაი უფრო კარგია ჩუმად ვიყო რაღაც ორი კარი так მოით მეგობრებო ჯერ აქ შემოვიდე და გაგიშება რა ხდება აქ რკინა redstone ლაზურიტი სერიოზულად ქვანახშირი так стоп ყუთები так კრემლი redstone და რაღაც წიგნი так რაღაც წიგნი მეგობრებო ერთუც так მეგობრებო აქ რაღაც წერია так და გადავშალოთ მე ჩაურები ვთხრიდი მაღაროს და შევამჩნიე დიდი რაოდენობის რესურსები თან ხდებოდა ქვანახშირი ვერცხლი ოქრო რამოდენიმე გათხრის შემდეგ ვნახე დიდი რაოდენობით ძვირი რესურსების ალმასები და ისუმრუდები როცა ამოვედი ზემოთ მე გავიგე რომ ეს ყველაფერი არის განლაგებული რაღაც პატარა სოფლის ქვეშ მე ავიღე ისუმრუდებისა და ქვანახშირის ნაწილი და ნახევარი დავტოვე ხელშეუხებლად იმედია რომ სოფლელები ოდესმე ნახავენ ჩემს საჩუქარს так стоп ოფსიდიანი так ლაზურიტი და ოქრო სამი სტაკი ოქრო სერიოზულად так стоп და რა ისუმრუდები და ალმასები და გაგიჟე ქვანახშირი ალმასე რკინა ვერცხლი სტოპ რკინა так стоп ქვანახშირი ლაზურიტი და redstone გონი მეგობრებო მე გავიგე გაგიჟება მეგობრებო გონი მე ყველაფერი გავიგე მოგიყვებით ვინც ვერ გაიგო გამოდის აქ ვიღაც მაღაროელი გამოდის თხრი და მაღაროს და წარმოიდგინეთ მეგობრებო ამდენი ხანი ჩვენ სოფელში იყო განლაგებული ამდენი რაოდენობის ისუმრუდები ალმასები ქვანახშირი ვერცხლი ოქრო არა და მე მეგობრებო ჩვენი შიწენიკის საშუალო ხელფასი ჩვენ სოფელში იყო სულ 16 ისუმრუდი ახლა ეს რომ ეს ვუთხრა ჩემი ხელფასი 16-დან 32 ისუმრუდამდე გაიზრდება გაგიშება მეგობრებო შეხედეთ რამდენი ქვანახშირი დავერცხე так სოფურ კარგია так დაამკარში რა გაგიშება მეგობრებო ხედავთ ოქრო ვერცხლი ქვანახშირი ყველაფერი მოგეთ კარგი ცხოვრებისთვის მეგობრებო
გამოდის ჩვენ ახლა ცხოვრობდით. ჭაობი ავაშენეთ და არც კი ვიცოდით რომ ამ ჭაობის ქვეშ იყო განლაგებული ამდენი სასარგებლო წიაღისეული. აი მოიდგინეთ გაგიჟება მეგობრებო და ჩვენი სოფელი მდიდარია შეიძლება ითქვას. Так, მეგობრებო, ახლა უფრო კაკია მე ავალ. რაღაცაად არ ვიცი. თავი სეკველიამში წენკმა არ მიყვიროს და ვეტყვი მოკეთ ამ ყველაფერს გავაგებინებ. უფრო კაკია სეკველიამ მთავრობას და პოლიციელებს არ გავაგებინოთ, იმიტომ მაშინ 50% წავა მთავრობისათვის. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, გამოდის ნაწილი თავად ამ მაღაროელმა აიღო და ნახევარი გამოდის იმედია რომ სოფლელები ოდესმე ნახავენო ჩემს საჩუქარს. არ ვიცი მეგობრებო ვინ არის ეს მაღაროელი, მაგრამ დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მინდა გადაუხატო მაგ მაღაროელს დაგვიტოვა ამდენი სასარგებლო წიაღისელია. მეგობრებო არ ვიცი ნერვიულობ მაგრად. კაი მეგობრებო მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეს და ეს ვიდეო დალაიქეთ. მე კი ახლა წავედი უნდა გავაგებინო ეს ყველაფერი მერს. ნახვამდის.